გამარჯობა. სისულელები, რომლებიც ქრისტიანობაზე მჯეროდა აგნოსტიკობის ჟამს. პირველი, მჯეროდა რომ ქრისტიანობა მოსაწყენია. რაც თავი მახსოვს, ხან ღმერთს როცა მჯეროდა, მე აგნოსტიკობის ჟამს სამყაროს სულ ვთხოვდი, ანუ ერთი მთავარი ის მქონდა ხოლმე თხოვნა, რომ საინტერესო ცხოვრება მქონდეს თქო და ისეთი საინტერესო ცხოვრება მქონდა აქამდე, რომ შემიძლია ვთქვა, რომ ცოტა ზედმეტად საინტერესოც კი და რავი, 1-3 ადამიანის სამყოფით უმეტი არა. ხო და მაგის ფონზეც შემიძლია თავისუფლად მაინც ვთქვა, რომ ამაზე საინტერესო გზა მე არ მინახავს, ვიდრე არის ქრისტიანულად ცხოვრების გზა, ну მცდელობის ყოველ შემთხვევაში და გაცნობის. ხო და რეალურად boring და მოსაწყენი ქრისტიანობა კი არა. ქრისტიანული სტერეოტიპები, ანუ მე რისიც მაშინ მჯეროდა, როგორც ვუყურებდი მაშინ ქრისტიანობას, კი ეგ მოსაწყენია. ზოგი ადამიანია მოსაწყენი, რომელიც ქრისტიანად ცდილობს ცხოვრებას, მაგრამ იმისი რელიგიური სული არ აცდის საინტერესოობა დაინახოს მასში და შებოჭილია რაღაცა თავის არასწორ წარმოსახვებში ქრისტიანობასთან მიმართებაში, კი მისი ცხოვრება მოსაწყენია. და კი, ეგ პერსპექტივა ქრისტიანობაზე ნამდვილად მოსაწყენია და I would not recommend. მეორე, მჯეროდა რომ სულიერი სამყარო არ არის cool. This one is hilarious. მართლა, მეგესა მჯეროდა რომ არა cool ხო? ანუ ვერ წარმოვიდგენდი იმდენად cool რო არის, რომ ნებისმიერი ადამიანის შექმნილი დღეს, რასაც ვხედავთ, ყველაფერი რო გოიმობა ამასთან შედარებით. ამას ვერ ანუ სულიერი სამყაროს რაღაცა ძალიან მინიმალური რაღაც პატარა ნაწილი მაქვს შეგრძებული არ დანახული და ანუ მაქედან გამოვდივარ რომ წარმოუდგენელი სიკულეა დანარჩენი ყველაფერი ალბათ რაც არ ვიცი. თუმცა ეს პუნქტი ძალიან პირადული არის, ანუ შენ უნდა გაიგო და შეიგრძნო, ამიტომ ან სიტყვაზე უნდა მენდოთ, ან საერთოდ არ მენდოთ, არ ვიცი. შეგვიძლია ეს გავატაროთ ესე როგორც უბრალოდ ჩემი გამოცდილება მე ესეთი შეგრძნება მაქვს რომ ბევრად უფრო cool არის ვიდრე საერთოდ რამე წარმოგვიდგენია მესამე ჯეროდა რომ ქრისტიანობა ძნელია რა თქმა უნდა ძნელია რაღაც ხრივ ძნელია საკუთარ თავში ჩაძიება ძნელია როცა სულწმინდა გამხელს და არ გინდა რომ გამხილოს იმიტომ რომ რაღაცა გაწყობს რომ რაღაც გააკეთო ან თქვა ან რაღაცა მაგრამ ის გამხელს და არ გაცდის ასევე ძნელია საკუთარ ამ პარტავნებასთან გამკავება, რომელიც სულ სხვადასხვანაირი პერსპექტივებიდან გირდყავს. სიტყვაზე დაინახე შენ თავში ამ პარტავნება აქეთ ხარეს, ანუ აი აქ ფოკუსირდი, დაინახე და შეებრძოლე ღმერთთან ერთად და რაღაც მხრივ გადალახე კიდეც, მაგრამ უცებ აქედან წამოვა რაღაც ახალი, რომელსაც ჯერ არ იცნობ. და ანუ სულ იმაში ხარ რა, სულ საიდანღაც გირდყავს. მაგარი დაბალი რამეა. ძნელია შემაწუხებელია inconvenience არის საკუთარ მინდებზე უარის თქმა კი ბატონო მაგრამ ბევრად 10,000 ჯერ მილიონჯერ ილონ მასკის net worth-ი ჯერ რთული არის ღმერთის გარეშე ცხოვრება რადგანაც ნამდვილი და ბევრად უფრო მძიმე ძნელია არის უიმედობა არის ნიჰილიზმი უსიყვარულობა მარტოობა და გულში უძირო ხრელი, რომელიც ბევრისგან გამიგია. მასთან შედარებით ღმერთის ძნელია იგრძნობა როგორც მართლა ტკბილი, რაღაცა ფაფუკი ღუნღულა თეთრი ღრუბელი და მასში გახვეული რო ხარ ფუფულად. გარეთ ცივა, მაგრამ თბილად ხარ. ღმერთის ძნელია ეგრე შეიგრძნობა ჩემთვის. მეოთხე ჯეროდა რომ ქრისტიანობა ნიშნავდა ღმერთისთვის ერთი დღის დათმობას კვირაში ან რამდენიმე საათის და ისე ჩვეულებრივად დედამიწურად ცხოვრობდი ხო რა ანუ აი რაღაცა ესეთი ის მეგონა რომ mostly ამასოფლისა იყავი ესეთი შეგრძნება მქონდა რა ქრისტიანობა ეგეთი იყო რომ ხო რაღაც იქით შორს წარმოსახვებში და წიგნში გჯერა ღმერთის რა ესეთი რაღაც ანუ ადრეც ხო დავდიოდი ეკლესიაში 18 წლამდე და მაშინაც ეგეთი შეგრძნება მქონდა რომ ანუ ღმერთი იყო აი ხან იყო და ხან არა რა ნუ ჩემ ცნობიერში ესე ხდებოდა ყოველ შემთხვევაში რომ მე ჩვეულებრივად ცხოვრობდი და ვაუ ღმერთიც არსებობს და არის რა იქ მიდიხარ კვირას
იმას ვერ წარმოვიდგენდი, რომ თურმე სულ არის. ღმერთის გწამდეს, თურმე ნიშნავს, რომ გჯეროდეს, რომ ის ნამდვილია და ეგ თუ დაიჯერე, ამ დაჯერების მერე ვერ გამორთა და ვერ ჩართავ. ანუ ის შეგრძნება არ გაქვს, რომ ახლა შენ ამას სოფლისა ხარ, აქ ცხოვრობ და ხანდახან ღმერთი გახსენდება, არ არის ეგრე რა. ანუ თუ დაიჯერე, რომ ნამდვილია, ისევე გჯერა, როგორც რავი, მამა შენ და დედა შენი რო არიან ნამდვილები, ეგრე გჯერა რა და ის არ გაქვს, კნოპკა არ აქვს, გამოსართველი და ჩასართველი. He's all the time. მეხუთე. მჯეროდა, რომ თუ ქრისტიანი გავხდებოდი და ეკლესიაში თუ მინდოდა მისვლა, ეგრევე ავტომატურად სპეტაკი უნდა ყოფილიყო რაღაცა წმინდანის დონეზე უნდა ყოფილიყავი, აი სწორ საქციელში რა, ანუ ეგრე კარგი უნდა გავხდარიყავი ეგრევე. რაც გაჩერებს რეალურად რა, აი ძალიან გაჩერებს ღმერთისკენ საერთოდ გახედვისას გაჩერებს. არც კი გინდა რომ გაიხედო და არსებობდეს. იმიტომ რომ არ გინდა რა წმინდანობა ძნელია ეხა რა გინდა ის რა ქვია სწორად ცხოვრება. You don't, right? ხო, ნუ მოკლედ ეგრე მეგონა რომ უნდა ეგრევე სპეტაკი უნდა ყოფილიყავი და თუ სპეტაკი არ ხარ და ის არ ხარ რაღაცა წმინდა არ ხარ, მაშინ რა ფარისეველი ხარ, რა გინდა ეკლესიაში რა, აი ესეთი შეგრძნება და ის ქონდა პერსპექტივა ამაზე. არა და ეს ძალიან არასწორი ფიქრი არის, სულელურია, იმიტომ რომ ეგრე ვინც იფიქრებს, ჯერ ხო ეგრევე ძალიან მალე მობეზდება და მალე შეეშვება, იმიტომ რომ წარმატებას ვერ მიაღწევს. ანუ სულიერ წარმატებას გულის, ხო, გაზრდას ვერ მიაღწევს, ვერ დაცალდება გაზრდა, იმიტომ რომ დაახლოებით ესეთ რაღაცა არის, ეგეთი აზრები, რომ შენი თავისგან მოითხოვო მაგდენი, ეგრევე სულიერებაში, ეკლესიაში მისვლისთანავე როგორც, რავი, აი, ფსიქოლოგიურზე ჩაბარების პირველივე წელს ზიგმუნდ ფროიდობა რომ მოინდომო რა, ანუ ეგრევე ზიგმუნდ ფროიდის დონეზე თუ არ იდექი, რაფერად არ ვარგი ხარ მაშინ რა, ან ფარისეველი ხარ, ან რა ვიცი მე, ძალიან მალე აგიწრუდება გული. იმიტომ რომ ვერ გაკაჩავ. ვერ გაუკაჩავ საკუთარ სურვილებს და აუცილებლად აგიწრუდება გული და რეალურად ეგეთი წარმოდგენა რომ ანუ პირდაპირ ის უნდა იყოს სულიერებაში პირდაპირ სწორი და კარგი უნდა იყოს ეგრევე როგორც კი ეკლესიაში შეუერთდები ან ქრისტიანი გახდები ეგ არის ინაგლე რა აი რაღაცა სულიერებაში როგორც ეგრევე გინდოდეს წარმატება ფიზიკურ სამყაროში, აი ეგეთი სინაგლე არის სულიერებაშიც რა, ანუ და ესეც დამემართა, ანუ ახალ შესულსაც დამემართა და მე მგონი ყველას ემართება, ვინც ქრისტიანობაში მიბრუნდა ან პირველად ცადა, რა ვიცი რა, ყველას ემართება ეგ რაღაცა ამპარტავნულია რა, უცოდინარია და ამპარტავნული შეგრძნება არის, რომ შენ თითქოს ეგრევე ის უნდა იყო, მზად უნდა იყო. გამოწრთობილი უნდა იყო ეგრევე თითქოს ქრისტიანობის პირველივე წელს სულიერებაში. და სულიერებასაც ისეთივე ზრდა და სწავლა უნდა, როგორც ნებისმიერ სხვა რამეს და სულიერება რა თქმა უნდა უფრო რთულია, ვიდრე რამე, რა ვიცი, საგანი. ხო და ეგრე რაც გაფიქრებინებს რეალურად ახლა ვხვდები რომ არის უბრალოდ გბელური ამპარტავნება, რომ შენ თითქოს სულიერად წარმატებული უნდა იყო ეგრევე. No. არ დაგჭირდება დრო, ბევრი დრო და მოძღვარი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენ თუ მარტო შენი იმეები ატრიალე თავში, შენი აზრები თუ ატრიალე თავში და ეს არასდროს კრიტიკის საგანი არ გახდა ეს შენი აზრები, გარეკავ რაღაცა ძალიან არასწორში გადავარდები უეჭველი. მაგიტომა მოძღვარი საჭირო, რომ სადღაცა შეგაჩეროს, სადღაც რო იქნები გაჭრილი. დიდი მადლობა დროის დათმობისთვის და ნახვამდის.